ChatGPT დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია, რომ დაკარგავს სამსახურს ხელოვნური ინტელექტის გამო. შენი აზრით, რომელ პროფესიებს აღარასდროს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი? ზოგადად, ხელოვნური ინტელექტი ნაკლებად ჩაანაცვლებს ისეთ პროფესიებს, რომლებიც მოითხოვენ კრეატიულობას, მაგალითად, მწერლები, מחატვრები, ემოციურ ინტელექტს და ურთიერთობებს, მაგალითად, ფსიქოლოგები, თერაპევტები, მაღალ ეთიკურ სტანდარტებს და გადაწყვეტილების მიღებას, მაგალითად, ექიმები, იურისტები. ამ პროფესიებში ადამიანის უნარები შეუძლიელი. ანუ გამოდის ის პროფესიები გადარჩება, რაც არის აგებული ადამიანის ცოდნაზე. ხომ ესეა? ზუსტად. ის პროფესიები, რომლებიც მაღალ ცოდნას, უნიკალურ კრეატიულობასა და ადამიანურ უნარებს მოითხოვენ, ყველაზე მოთხოვნადი დარჩება. თუ გაინტერესებს, როგორ შეგიძლია შენი ძვირფასი ცოდნა, რომელშიც წლები დახარჯე, ჩაბარე უნივერსიტეტში, არ გეძინა ღამეები, რომ ჩაგებარებინა გამოცდები და დღეს ზიხარ და ვერ იყენებ, როცა შეგიძლია ეგ ცოდნა შეფუთო მომგებიან ონლაინ პროდუქტად და გაყიდო სოციალური ქსელების მეშვეობით, სადაც სტაბილური ინტერნეტი იქნება, ინდივიდუალური კონსულტაციისთვის ჩემთან დაწერე კომენტარებში სიტყვა დიაგნოსტიკა. იმიტომ რომ შენ იმსახურებ ბევრად მეც, ვიდრე შენ გონი. დროა ყველაფერი შევცვალოთ.